სულ ერთ და იგივე სოფლშიც რო იქადაგო, თაობები იცვლებიან იქ. ერთი თაობა მიდის, მეორე თაობა მოდის და ყველა ახალ თაობას, ყოველ ახალ მოსულ ადამიანს თავიდან ჭირდება ამ სიტყვების გამეორება. ანუ ეს ქადაგება, რაც იესო ქრისტემ ბრძანა რისთვისაც თავის მოციქულები გააგზავნა, ეს ქადაგება არის დაუსრულებელი პროცესი, მუდმივად ერთი და იგივეს განმეორება, ოღონდ სხვადასხვა სიტყვებით. სხვადასხვა სიტყვებით, იმიტომ რომ იცვლება ვითარება, იცვლება ისტორიული თუ პოლიტიკური ვითარება და ყოველ ახალ მისვლაზე, ყოველ ახალ ქადაგებისას თავიდან უნდა ჩამოაყალიბოს ქადაგებელმა, მოციქულმა, მღვდელმა ის აზრი, რომელიც შეიძლება ბევრჯერაც უთქვამს. მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, რომ აი დღეს გასაგები სიტყვებით უნდა ითქვას. და ეს კი ნამდვილად დაუსრულებელი პროცესია და ჩვენი მიზანი თქვენი მათ შორის თქვენ მარტო კი არ ისმენთ ღვთის სიტყვას, თქვენ უნდა გაიმეოროთ ეს და თქვენ უნდა სხვა ადამიანებსაც უთხრათ. ჩვენი მიზანი არის ისევე როგორც მონადირის, უბრალოდ მეთევზის მიზანი არის რომ თევზი დაიჭიროს წყალში. აი ჩვენი მიზანი არის ადამიანების დაჭერა, ესე ბადის მოწროლა და მათი დაჭერა. ოღონდ იონა კროპირი ამბობს რომ არის განსხვავება. თავარი განსხვავება რომ თევზი იჭერს წყალში, სადაც თევზი ცოცხლობს და ბადით ამოყავს ის ხმელეთზე, სადაც თევზი გვტება. და ჩვენ პირიქით ჩვენ ამ ცხოვრებაში ამ ხმელეთზე უნდა დავიჭიროთ ადამიანები, რომლებიც კვდებიან. იმიტომ რომ მათ თუ არ ესმით ღვთის სიტყვა და თუ არ მონაწილეობენ საიდუმლოებებში, თუ არ ამბობენ აღსარებას, თუ არ ეზიარებიან, თუ არ მარხულობენ, თუ არ ლოცულობენ, ესენი არიან ეკლესიის მომაკვდავი წევრები. აი ეს ადამიანები უნდა დავიჭიროთ და მივგვაროთ ქრისტეს, რომ შემდეგ მათ ცხოვრება გააგრძელონ მარადიულ ოკეანეში, ანუ ზეციურ სასუფეველში. აი ეს არის დღევანდელი სახარების ძირითადი შინაარსი. აი ამიტომ გააგზავნა სწორედ იესო ქრისტემ შეკრიბა ჯერ და შემდეგ გააგზავნა საქადაგებლად თავისი მოციქულები. და ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება, ჩვენი თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის, რომ მოვინადიროთ ადამიანები ქრისტესთვის. ერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.